ბევრ სიტყვას გეტყვი და დასწერე ჩემო ძმაო. დაშლილი, დაფანტული, ასე ვარ ჩემო ძმაო. ლამის სული ამოგვხდეს, რა ვქნათ ჩემო ძმაო. ხარში ამოგვიდექით, ისევ თქვენ ჩემო ძმაო. მშობლიური მიწიდან აყრა და უცხო ქვეყანაში გადასახლება ისედაც ერთი მუჭა ქართველებისთვის ისტორიული ხვედრი ყოფილა. ეს არ შაჰაბაზ პირველის დროს დაწყებულა და არც მას შემდეგ დამთავრებულა. იგი სამწუხაროდ დღესაც გრძელდება. ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, ყველა ჩემი სამშობლო საქართველო. Mai ამოდი დროზე თორე მე არც კი ვიცი რა ვთქვა. ეს ფილმი მესამედ ვნახე. მესამე ხილვისას დარწმუნებული ვიყავი რომ ცრემლი აღარ შემაწუხებდა და კიდევ უზალიანდებოდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ბოლო 20 წელია თითქმის არ დარჩენილა ქვეყანა მსოფლიო რუკაზე, სადაც ქართველი არ გადახვეწილიყო სამუშაო შოვნისა და მომავლის იმედით. იშვიათი ოჯახს ნახავ, რომ საზღვარგარეთ არ იყოს წასული. თუმცა არიან 10 წლებით და წლობით საძილ წასული. და ეგრე უპატრონო რჩება სახლების და ყველაფერიც. ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ფილმმა თვითონ თქვა თავისი სათქმელი სრულიად. ეს იმიტომ, რომ აი ამ ფილმის შემქმნელებმა სრულიად ზუსტად აი შეიმეცნეს, აღიქვეს და შეითვისეს, შეისის ხორცეს ის ტკივილი ჭირო არამით ცხოვრება, რაც აი ჩვენ მე ამერიკაში ყოფნის დროს და არა მარტო მხოლოდ მე, არამედ სხვებსაც აქვს და ატარებენ. და ამიტომ ესე გადმოცეს ყველაფერი ასე სრულიად. ეს თავარი მომენტი გასაკვირისხარ ძალიან მცირე დროში, აი ზუსტად აღიქვეს ყველაფერი. ძალიან მცირე დროში მადლობა კიდევ ერთხელ რომ ამათი ჩამოსვლით მადლი მოეფინა, არ არის ეს რაღაც ისეთი ლიტონის სიტყვები ჩოხებში რომ გამოგვეცხადნენ. ტაძარში ვიყავით, მაშინ არ დამავიწყება არასდროს, ბატონი ლექსო და ზვიადი, ჯერ მარტო ჩოხებში ამათი დანახვა იყო უკვე ჩვენთვის რაღაც სასწაულის სიხარული. მე ჩვენც გადავწყვიტეთ ჩოხების კონცერტებზე გამოსვლა გუნდმა, ქართველი მანდილოსნებმა ქართული კაბები, მამაკაცებმა ჩოხებში. 1994 წელს რეზო ჩხეიძის თაოსნობით თბილისში ჩატარდა ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესი. უცხოეთში გადახვეწილ ქართველ მამულიშვილთა თავმოყრა მშობლიურ მიწაზე. მინდა მადლობა მოვახსენო პირველის ყოვლისა ფილმის შემქმნელებს, სტუდია გუთანს, რომელიც ეს ფილმი პირველი არ არის და მათ მიერ გამოხმაურება ყველა საჭიროებო საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს ეკლესიას, აი ასეთი სახით ხდება და შეიძლება ეს ფორმა იყოს ყველაზე უფრო მეტად აქტუალური და ყველაზე მეტად ქმედითი
რომ ადამიანს შეატყობინო ასეთი სახით იმ სიხარულზე თუ გაჭირვებაზე, რომელიც ტრიალებს საქართველოში. და აი მათი შემოქმედების და ჩვენი გასაჭირის წარმოდგენა მოხდა დღევანდელ დღეს. აი კეთმა ფილმში ერთი ქალბატონი ბრძანებდა რომ ეს ქვეყანა ბავშვებზე თქვა მათი სამშობლო ვერასოდეს ვერ იქნებაო. სხვა არის ქვეყანა და აი სხვა არის სამშობლო. ქვეყანა ისეთი მცნება არის რომლის შენ ხარ მოქალაქე, თუმცა სიტყვა მოქალაქეს სხვანაირად ხმარობდნენ ჩვენი წინაპრები და ეს ძალიან კარგად მოსჩანს ძველ ქართულ ჰაგიოგრაფიაში, როდესაც მოღვაწეობას ამა თუ იმ წმინდანისა, რომელიც გამოირჩეოდა სიწმინდითა და მამულიშვილობით უწოდებდნენ მოქალაქეობას და თვითონ წმინდა გრიგოლ ფერაძეც ამ სიტყვას ხმარობს ასეთ კონტექსტში, რომ მოქალაქეობა ეს არის ქვეყნისათვის საქმის კეთება და საქმისა, რომელიც არის ღვთისწირაში სათნო. და აი ეს დატვირთვა უნდა კონდეს, მე ვფიქრობ დღევანდელ დღეს ყველა ქართველის ცხოვრებას. ქართველი არ უნდა იყოს მოქალაქე იმ მხოლოდ ამ სიტყვის იმ დატვირთვით, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მკვიდრი, არამედ ის უნდა იყოს მოქალაქე ზეცისა და მოქალაქე ამ ქვეყანისა, მოქალაქე თავისი სამშობლოსი, მოქალაქე როგორც მოღვაწე და ჭირისუფალი. არ უნახავთ შვილები, არ უნახავთ დედები, არ უნახავთ ოჯახის წევრები წლების განმავლობაში. ხდება საშინელი გაუცხოება. შეხვედრის მომენტში მათ საერთო ენა აღარ აქვთ, მათ არ აქვს საერთო გავლენა, მათ არ აქვს საერთო აზრი, ის ძაღლი. ჩემი შვილი კი პატარაა, ახლა ამჟამად, მაგრამ დედაზე ძაღლის ყველას შეძლოთ. კიბილი ის არის, რომ 13 წელზე მეტი არ მინახია ბავშვი და სიხარული კიდე ის არის მომავლის ისე. რა შევხვდეთ? მე მე ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელ დღეს აქ ახლა ვარ თქვენთან ერთად. მე ვარ პროფესიონალი და 50 წელიწადი კინოში მუშაობ და უნდა გითხრათ, რომ მე ასეთი სულისკვეთების ფილმი არ მინახია, ესე იგი ქართული სულისკვეთების ფილმი არ მინახია ქართულ კინემატოგრაფიაში. მიზეზები ბევრია ამისი, მაგრამ დღეს ამისი დრო არ არის. და სასწაულია ის, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც კინემატოგრაფიული, ესე იგი აკადემიური განათლება არ მიუღიათ, აი მიწიდან წამოსული სიყვარულია წარმოდგენილი ამ სურათში, რაც ძალიან ძნელია და საერთოდ მე მაგვირებს, მე ამათ უწოდე კინო სტუდიის, კინოფილმების ფიროსმანები, იმიტომ რომ ეს დაბადებულია იმისათვის, რომ შექმნან ასეთი სურათი და ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება მასშტაბური სურათები, როგორც აი თქვათ მიწის ძახილი, რომელსაც ამ ფილმს ქვია გლობალიზაციის წინააღმდეგ საბრძოლი ფილმები და მრავალი საკითხები, ოკუპაციის, ესე იგი ფართო მასშტაბის, ასე თქვათ, სპექტრი ფილმებისა და ძალიან სერიოზული სცენარები და ნაფიქრალი. საერთოდ უნდა გითხრათ, რომ ხელოვნებაში არის სამი კომპონენტი. ეს არის თემა, რას კიდებს, ესე იგი შემოქმედი, როგორ აკეთებს და ერთმა ჭკვიანმა მოქანდაკემ, დიდმა მოქანდაკემ ოგუსტ როდენმა ბრძანა ვინ დგას ამ თემის უკან. დიახ, ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია რა როგორი პიროვნება დგას, მისი მსოფლმხედველობა, მისი ნიჭიერება, მისი გემოვნება, იდეა და სხვათა შორის ამ შემთხვევაში ბრწყინვალე ქართველი ახალგაზრდები პირდაპირ დროულად გამოჩნდნენ საქართველოს კინო ასპარეზზე.
აი როგორც მამაჩემი ჩავახუტო ძალიან კვადრატს და სულ იქნები ალბათ მამაჩემის პრეზი. შეხვედრას გამარჯვოს იმ ზარის დარეკას, იმ კარზე დაგაკუნებას შვილი რომ დაგიხრის და რო უკვე მართლა ესა თულის აღსებული ვერანი ეს ვერასვადე მე დასვიჩეს მაციგანე მე გახლავართ სრულიად საქართველოს ტყემალაძეთა გვარის წინამძღოლი გვარის საბჭოს წევრი წმინდა სამების მონასტერთან არსებული ჩემთვის ორშაბათი დღე ძალიან ძვირფასი დღეა რამე თუ ერთადერთ გაზეთს კვირის პალიტრას ველოდები და ძალიან დიდი ხნის მყიდველი გადავშალე ორშაბათის ნომერი შუა გვერდზე რა თქმა უნდა უწმინდეს სურათი როცა არის და აი ეს სტატია წავიკითხე თუ არა იქვე ახლოს ცხოვრობ კვირის პალიტრის რედაქციასთან და არ მომითმინა გულმა გავარდი ლელა ჯიყაშვილია ჟურნალისტი არ დამხვდა სასწრაფო ტელეფონი მეუბნები მომაწოდეს ტელეფონი დაურეკე აღიხსნით რაშია საქმე აი ღელავ ჯერ ერთი ცრემლის გარეშე ვერ წავიკითხე ეს ფილმი არ მინახია მეუბნები მითხარი სასწრაფოდ ქალბატონ ლელა ტელეფონი ან ერთის ან მესამე სამბიჭების რა თქმა უნდა მომცა ზვიადის ტელეფონი დათოს ტელეფონი აი გავიცანი წამოვედი თბილისიდან და ჩემი მანქანით შევთავაზე არა აგერ ისეთ კორიფებთან დავჯექი მანქანაში რომ და საჭესთან იჯდა აი ეს ქალბატონი ეს ემიგრანტი მაიკო აი აქ გავიცანი ამ დარბაზში ეს ბიჭები საქმე იმაშია რომ მე უკვე ახლა 70,000 წელში ვარ და ვეღარ შევიკავე თავი ჩემ ასაკში რასაც დიდი სამღვდელობის შთამომავალი ვარ და ვიცოდვილე 2 წელიწადი ვიცოდვილე და საპატრიარქოს ტელევიზიის რეჟისორმა და სცენარისტმა და მაგათმა გადავიღეთ ჩემ წინაპრებზე ფილმი მე ვიფიქრე რომ ამ სიბერეში რაღაცა გავაკეთო ნუ რა ქვია სიტყვა პროდიუსერი ეხლა გავიგე მე მშენებელი ვარ პენსიონერი ვარ შვილები მომეხმარე რაღაცა იყო რაღაცა ქონა რაღაცა გავყიდეთ მაგრამ გავიდა საპატრიარქოს არხზე ჭიათურა საჩხერის არხზე და ბიჭო მეთქი კიდე ვიღაცა არის კიდე ვიღაცას ტკივა მარტო არა ვარ და აი ლელას არც ვიცნობ დაურეკე მე ვუთხარ ქავდებ ერთი დისკი დაუტოვე და საღამოს დამირეკა და ბატონო იუზა უნდა წახვიდეთ გორშა მე ვუთხარ შენ ვარ მითხრა მე უნდა წავიდე აუცილებლად აი გავიცანი ეს ბიჭები ამის შემდეგ მე შემიძლია ძალიან შვიდად ვიყო ძალიან შვიდად ის ჩემი პატარა წვლილი არაფერი არ არის თურმე ახალგაზრდები საწასულად რაები გაუკეთებიათ ამ ფილმის მყურებელი შეიძლება გაჩერდეს საზღვარგარეთ ცოტა ხნით კიდე მე სხვანაირი რაღაცა მაქვს იმ ფილმშიდაც მაქვს ჩემს ნაცოდვილარში აქ მინდა ჩავკეტო ეს საზღვარი სანამ იქ არ წასულა აქ მინდა გადაუკეტო და მე მაგას ფიზიკურადაც ვაკეთებ უკვე ნახავთ მე დავტოვე ფერდიხს შუა ქართლის ტელევიზიისათვის და დიდი მადლობა თქვენ უკვე ჩემი შვილები ხართ იმიტომ რომ ჩემი შვილებიც ესე მოწამლული ყავს და ეს წრე იზრდება ჩემო ზვიად ჩემო დათო ჩემო სუყალანო აწი მშვიდად ვიქნები ძალიან შორს მიგიყართ ძალიან მეტკინა ძალიან ბევრი ვიტირე მე ჩემ ფილმზე ვიტირე აქ საერთოდ უკვე ბჭყალებში გავფუჭდი იმედიან ხელებში არის საქართველო ეს თქვენი სიმშვიდე როცა ადგომ არავის არ უნდა როცა წასვლა არავის არ უნდა თქვენ ადვილად ვერ დაიძინებთ უკვე მადლობა ასეთიდან თქვენ მივაქრე უბრალოდ სიცოცხლეს და რაც ყველაზე მძიმეა არ ვიცი რომ ის მეფისება უკან როდესაც კომენტარი თხოვეს ბუნებრივია როცა ადამიანს კომენტარს თხოვენ რაღაც გარკვეულად წინასწარ ემზადები მაგრამ ნუ თქვენ თვითონ ნახეთ ახლა ამ ფილმის ნახვის მერე როგორ შეიძლება რაიმე წინასწარ მომზადებული კომენტარით გამოხვიდე ძალიან ამაღელვებელია რაც შეეხება თვითონ კომენტარს ეს თითოეული თქვენთაგანის ალბათ უმრავლესი თქვენთაგანის თვალებში აშკარად შეიმჩნეოდა
ეს ის ტრემბლი იყო, რომელიც თვითონ თქვენთანაც მოუვიდა რა. ამიტომ აქედან გამომდინარე ბუნებრივია კომენტარიც ტრემბზე უკეთესი კომენტარი რა უნდა იყოს ამ ფილმზე, მით უმეტეს როდესაც საუბრობდა ეს ფილმი ერთხელ ნახე საპატრიარქოში, როდესაც იყო ჩვენება და წეგან სულ იმას ფიქრობდი, საიდან მეცნობით მეთქი და მართლაც მიდი ქალბატონებს ბრძანდებით, აი აბსოლუტურად სერიოზულად ვამოყამეს. რაც შეეხება თვითონ ფილმს, მადლობა უნდა გითხრათ თვითონ გადაღებ ჯგუფს, ძალიან დიდი მადლობა. იქიდან გამომდინარე, რომ ისე ზუსტად აქვს დაჭერილი ყველაფერი, ის სულისკვეთება, ის სიყვარული, აი არსობრივად ძალიან კარგად არის დანახული ეს ყველაფერი. იმ ფასადური თითქოს ერთგვარი უდარდელობის ბედნიერების უკან რამხელა სიყვარული, რამხელა ტკივილი იმალება. ეს ყველა თითოეული ჩვენთაგანის ტკივილია ბუნებრივია, რა თქმა უნდა. ეჭვი არ მეპარდება, მე ერთი წამითაც კი რომის ხალხი აუცილებლად დაბრუნდება. ის ვისაც სურვილი აქვს დაბრუნდეს. აი, როდესაც წეგან თქვენი ცრემლები იყო მეთქი ყველაზე შესანიშნავი კომენტარი. მამა თეოდორე მახსენა წეგან, რომ მეც უკვე მესამე თუ ყურეო და მაინც ვერ შევიკავე თავიო. მეც მასე ვფიქრობდი, რომ აბა ერთი სადამდე გავძლებ მეთქი რა, მართალი რომ გითხრა. სულ რამოდენიმე ფილმზე მემართება ხოლმე მასე. ერთ-ერთი მათგანი ჯარისკაცის მამა, ნუ ბუნებრივია, ჩვეულებრივი მომენტია. მაინც ვერ შევძელი და ის ბურთი მაინც გამიჭყიდა ყელში და ვერანაირად ვერ გაუძელი აი იმ სულისკვეთებას, რაც იყო აქ გადმოცემული. კაჭკო და იმათა პრობლემა მანათა ძალიან გეხოცები რომ მე რომ მოვკვდე ჩემს სატირას რომ არ ჩამოვხვდე მიწაში ვერ მომისერებ ხო ისე მოვდამართლა ვერ ნახე ჩემი არ ვთქვი არა კამერა მეკურახა და მაგრათა მომანათა და ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი და გავიგე რამოდენიმე დღეში რო გარდა ის ჩემზე პატარა მაგარი დედაც დაც მეგობრებს ყველაფერი და ეს რო და წავედი გინდა რომ დაიმშვიდობო, გინდა რომ ბოლოს სიტყვა უთხრა, გინდა გამოიმშვიდობო დედას. ძალიან დიდი გამოხმაურება მივიღეთ სამინისტროში ჩვენი თანამემამულეებიდან და მას მერე არ წყდება უბრალოდ ზარები. ეს რეკავენ არ ვიცი ატირებული ადამიანები, რაღაცა საოცრად ესეთი საოცარი რეაქციებით, რომ ყველას უნდა ჩამოსვლა და დაბრუნება. ხა მე ხშირად ვფიქრობდი, რომ უბრალოდ აი იმ ხნის განმავლობაში, რაც მე შეერთებულ შტატებთან მქონდა ურთიერთობა, ეს იყო 1993 წლიდან და ბევრი ის ადამიანი, რომელიც თქვენ ფილმში ყავთ ჩაწერილი და ვიზეც იგონებენ, მე პირადად ვყავს ასე ვთქვათ ნანახი შეხვედრილი ვარ მათთან, ამიღია ინტერვიუები და უბრალოდ ყოველთვის თან მომქონდა ხოლმე, როცა ბრუნდებოდი საქართველოში, ესეთი განწყობა, მათი დანაბარები, რომ აი რა ბედნიერი ხარ, ვერ წარმოიდგენ, რომ მიდიხარ შენ და ბრუნდები საქართველოში. ნუ რა თქმა უნდა, მათი გამოტანებული თანხაც წამომიღია, აი რაღაცა უდიდესი სიყვარული, ყველაფერი, მაგრამ ნუ ხშირად მიხდებოდა ხოლმე ისე უკან დაბრუნება და ერთი და იგივე ემოციები იყო ყოველთვის. და სულ მიკვირდა, აი რა არის ის, რატო რაღაცნაირად მქონია ბევრი შემთხვევაც, რომ დავჩენილიყავი შეერთებულ შტატებში, მაგრამ რაღაცნაირად ეს არასდროს და მადლობა უფალს, რომ ეს არ მოხდა. და ერთადერთი ალბათ, ეხლა ვაანალიზებ აი ამ ყველაფერს, რომ შემთხვევით რა თქმა უნდა ცხოვრებაში არაფერი არ ხდება. და ალბათ ის რომ ეს გარკვეულწილად დიდი ჯვარი გვერგო თვითონ ჩვენგანს თქვენ ადგილებზე მე ჩემი ბატონ მუხრანს თავისი და ასე შემდეგ თვითონ ჩვენთაგანს ვფიქრობ იმას რომ აი ამ ადამიანებს რომ დაბრუნდებიან ძალიან ღირსეული საქართველო უნდა დავახვედროთ ისეთი რომ აი არანაირი იმედის გაცხრება აღარ ქონდეთ მათ და ბოლომდე აი ძალიან ხავერდოვნად მოხდეს მათი გადასვლა უკვე და ჩართვა ქართულ რეალობაში და ცხოვრებაში იმიტომ რომ მე როცა ბრუნდებოდი ხოლმე აი სულ ჭიდილი იყო ეს როგორც თითქოს სულსა და ხორცს შორის რომ არის ჭიდილი აი ამას გავდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ განსაკუთრებით ამ ბოლო 9 წლის განმავლობაში საერთოდ არ ვიცი სად მიდიოდა ეს ქვეყანა და მადლობა უფალს რომ მე მგონი რაღაც სწორი მიმართულებით მოვტრიალდით და დიდება უფალს ამისთვის ამიტომ მისია განსაზღვრულია ჩვენ ამ ადამიანებს უნდა დავახვედროთ ძალიან ღირსეული საქართველო და ვფიქრობ რომ ალბათ ეს ძალიან დიდი მუხტია და დასაწყისი ამ ყველაფრის რომ ჯერ ინფორმაციულად შემზადდება ჩვენი მოსახლეობა ამ ყველაფრისთვის რომ შევხვდეთ ღირსეულად ამას მოიშვიშე პროტესტის ფედერაციის მოიშვიშე გარდაცვლილები აკაცარია ჩემო მეგობრის დედაქალაქი ეცნობა სექციებით და სტეილენაიძის სასაფლაო სადაც უკვე სამი ქართველია მეც ისევე როგორც თითოეული თქვენთაგანი ნამდვილად ემოციებს ვერ ვიკავებ და ვერ მალავ იმდენად ვარ აღელვებული და ემოციებით დატვირთული არ ვიცი ძალიან მიჭირს რამის თქმა პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო სტუდია გუთანს
და მის დაფუძნებლებს წარმომადგენლებს, რომელიც უკვე ჩემს მეგობრებს და ამისათვის მინდა დიდი მადლობა გადავუხატო ასევე როგორც ჩემმა ლევანოვიჩს და ჩემს ლალიკო ბახიძეს, ესევე ემიგრანტ ქართველს, რომელიც 8 წელიწად იმყოფებოდა ამერიკაში და სულ 2 წელია დაბრუნდა საქართველოში აი ესეთი მამული შვილების გაცნობისათვის. მე პირველ დღიდან მოვიხიბლე აი ამ ადამიანების ქართველობით. ურმესი მადლობა რომ ესეთ ძალიან დიდ მამული შვილურ საქმეს აკეთებთ. აი ეს არის ქართველობა და აი ამ ფილმმა, აი ამ მართლა სულის სიღრმემდე შეგვიძლია თითოეული ჩვენთაგანი და კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რა ისტორიის და რა ღირსების მატარებლები ვართ, რა ღირსების ჩემყულიერი ვართ. და მინდა ერთ რამ მოგიცხრათ რომ ალბათ ნოსტალგია რასაც ჩვენ ვეძახით მე არ ვიცი ხა სხვა ერებში ალბათ არის მეტნაკლებად მაგრამ ქართველებში ესე გამორჩეულად არის აი ამ ფილმას დაადასტურა და ნოსტალგია დღეს სხვადასხვა კონტექსტში ხმარობენ და მინდა ყველას უთხრა და ყველა მიცის რომ ნოსტალგია მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს მონატრებით გამოწვეული სევდაა და ეს ალბათ ყველამ უნდა იცოდეს. არ ვიცი ძალიან მიჭირს რამის თქმა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩვენი თითოეული ჩვენთაგანი ზვალია ჩვენი ხელისუფლების როგორც ცენტრალიზი ადგილობრივი რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ აი ამ ულამაზესი ქართველების თავის ქვეყანაში დაბრუნებისათვის. მე მოვეფერები თითოეულ ქართველს და ერთი რამეც იყო ჩემთვის კიდევ სული შემძროლი რომ აი ამ კადრებში მე ჩემი კურსელი აღმოვაჩინე რომელიც 24 წელი არ მინახავს და ეხლაც გავაგნებული ვარ სიმართლე რომ გითხრათ. დიდი მადლობა იმისთვის რომ არსებობთ. დიდი უღრმეს მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ სტუდია გუთანს აი ამ წინვალე საქმისთვის, დიდი მამული შვილის საქმისთვის და ერთი პატარა ლექსის ამონარედით მინდა დავამთავრო დღევანდელი ჩემ პატარა გამოსვლა ოთარ წილაძის წინვალე ლექსით. ჩემთან ხარ, მაგრამ ყველგან დაგეძებ, როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრუნებლად ვარ ბედნიერი. აი ესეთი ბედნიერები უნდა ვიყოთ ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე. ჩვენთან ერთად სტუდია გუნდთან ერთად ქართული პრესის ფლაგმანმა კვირის პალიტრამ მოგეხსენებათ როგორი მამულიშვილური გაზეთია და რა როლი და ადგილი უჭირავთ თითოეულ ჩვენთაგანის ცხოვრებაში. ყველა სკოლას 66-ვე სკოლას უკლებლივ მოგიმზადათ საჩუქარი უფროს კალსელებისთვის ჟურნალი ისტორიანის რამდენიმე ნომერი და უცროს კალსელებისთვის საბავშვო კარუსელი ასე რომ ყველას გადავცემთ ამას. ამ ფილმში ერთი რამ დავინახე, იცით, აი ზანებდნენ ყველა რომ 24 საათი მუშაობთ. ჩვენო აქ ვისწავლეთო შრომაო. და აი წარმოვიდგინოთ რომ ახლა ბევრ თვითონაც თქვენს ადამიანებმა რომ შეიცხადაო დედაჩემაო შვილო იქ ესე იგი ძაძებში ნაზარდიშვილიო იქ ვიღაცის შვილსო უვლიო და ხშირად ის ადამიანები იმას რასაც არ გააკეთებდნენ აქ იმას აკეთებენ უცხოობაში და ესე იგი რამოდენა ფუფუნებაში ვცხოვრობთ ჩვენ აქ აი საქართველოში როგორ ფუფუნებაში ვცხოვრობთ და ამას ვერ ვგებულობ და უნდა წავიდეთ სადღაც რომ მივხვდეთ რომ რაოდენ აი გვაფუფუნებს ჩვენი სამშობლო აი ეს ფუფუნება არის ამ ქვეყანაში ცხოვრება, ფუფუნება არის ამ ქვეყნის მკვიდრობა და განა აი სასწაული არ არის ქვეყანა სამწუხაროდ რომელიც 20 წლის მანძილზე სამწუხაროდ აი როგორც ასე ვთქვათ მატერიალური პროდუქტი ღირებული მას არ შეუქმნია ეს ქვეყანა არსებობს, ვარსებობ ჩვენ რაღაცა ავა თუ კარგად ესე იგი მოვიტანეთ ჩვენი თავი და კი ზუსტად შეიძლება ვარსებობთ იმ ადამიანების ხარჯზე რომლებიც წავიდნენ შრომობენ და ერთი ადამიანი აქ არჩენს 10 კაცს არჩენს ნათესავსაც მეგობარსაც და ახლობელსაც მაგრამ აი ეს ქვეყანა ჩვენ გვაფუფუნებს
და ალბათ აი მადლიერების გზნობა უნდა დააგვებადოს პირველ რიგში ჩვენი სამშობლოსადმი. აი საქართველოსადმი მადლიერების გზნობა უნდა ჩაისახოს ყველას გულში, ყველა აკცხოვრების გულში და ამ მადლიერების გზნობით უნდა ვაკეთოთ ჩვენი საკეთებელი და უნდა ვაკეთოთ ისე რომ არავის წასასვლელი აქედან არ აქონდეს. და თუ წავიდა ესეც ტრაგედია არის, მაგრამ ეს კატასტროფად არ უნდა იქცეს. ახლა ომის შუდობია. მე 14 წელი ვიცხოვრე ამერიკაში და 14 წლის არც ერთი წელი და არც ერთი დღე არ გათენებულა აღამებულა საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრის გარეშე. და აი წავედი 1 წლით, იქ არავინ არ მიდის 14 წლით ან 10 წლით, იქ მიდიან 1-2 წლით. მაგრამ ეს არის როგორც ფილმშიც აღნიშნე ჭაობი სასწაული, ძალიან ცუდი, რომელიც გითხრებს ღრმად და შენ ცდილობ ხარ რომელიმე ხავს მოეჭიდო რომელიმე ბალახს და ეს განუწყვეტელი და გაუთავებელი დილემა, დაბრუნება არ დაბრუნების საქართველოში, კლავს, გტანჯავს. ну რა თქმა უნდა, თავარი მომენტი ფაქტორი ის არის, რომ ყველა მიდის ახლა ეს არავის გასაკვირი არ არის, ყველა მიდის უცხოეთში საშოვნელად უკმაყურის გაჭირვებს სიდუხჭირის გამო, მატერიალური სიდუხჭირის გამო მიდიან იქ და ამიტომ ის პრობლემა რომ ფიქრობ რომ დაბრუნდები, ვაი მერე რომ აღარ მქონდეს ეს უკმაყური. მაგრამ გეხმარება აქ უკვე რაღა. შენი დედა ეკლესია უფალი პირველ რიგში. მე მინდა კიდევ მადლობა უთხრა გადავცი ასევე რომ მეუფე დიმიტრის ჩვენს უწმიდეს რომელმაც აკურთხა რომ გახსნილი იყო სამრევლოები და ეკლესიები დიდ ქალაქებში, ამერიკაში, მათ შორის ნიუ-იორკში პირველი იყო. უზარმაზარი ხმელია ჩვენ ქართველების წინ და საკმაო ხელი უკან შეგადავიჩეხეთ დედაფლია. ძალიან ძნელია ლოგიკურად ახსნა ის გზნობა, რასაც ნოსტალგია ქვია. ჩვენ 21 საუკუნის ადამიანები ძალიან პრაგმატულები ვართ და ყოველთვის ვცდილობთ ვიცხოვროთ ისე, რომ ყოველივე რაც კი ხდება ჩვენს გარშემო და რაც არის, ყველაფერი ჩვენთვის გამოვიყენოთ და აი ეს კითხვა დავსვათ, რისთვის მჭირდება და რაში გამომადგება. მაგრამ ეს ლოგიკა ყოველთვის არ ამართლებს, როცა საქმე ეხება საერთოდ სიყვარულს. სიყვარული ლოგიკურად აუხსნელი ფენომენია, ადამიანი ბიოლოგიურ სიცოცხლეს წირავს სიყვარულისათვის. სიყვარული ლოგიკურად აუხსნელი ფენომენია, იმიტომ რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი ლოგიკა მიწაზეა მიჯაჭვული, მაგრამ თუ გავიაზრებთ იმას, რომ ადამიანი მარტო ბიოლოგიური არსება არ არის და შეიძლება ასეც ითქვას, რომ მარტო ზნეობრივი არსებაც არ არის, არამედ კიდევ უფრო აღმატებულია, იგი თავის თავში უკვდავებას ატარებს და პიროვნება, რომელსაც მხოლოდ მაშინ უკეთებს რეალიზებას და მაშინ, როდესაც უყვარს, მაშინ უკვე მეტნაკლებად ყველაფერი გასაგები ხდება. უბრალოდ სიყვარულს სხვადასხვა მისამართი აქვს და აქვს ასევე ის მისამართი, რომელსაც სამშობლო ქვია. სიყვარული საერთოდ უპირველეს ყოვლისა ის რეალიზდება სხვა პიროვნებასთან ურთიერთობაში. მერე კითხვა ჩდება, აბა სამშობლო რა არის? სამშობლო ხო თითქოს ერთი პიროვნება არ არის, რაღაც აბსტრაქტულია ზოგიერთისთვის, ჩვენთვისაც ხშირად, მაგრამ რადგან იგი ჩვენში საოცარ სიყვარულს ბადებს, სიყვარულს გვასწავლის და თუ ჩვენ ამ სიყვარულის კანონს ვარღვევთ, იგი გვტანჯავს იმ გზნობით, რომელსაც ნოსტალგია ქვია, ესე იგი გამოდის, რომ სამშობლო უბრალოდ რაღაც უსახო ამორფული ერთობა არ არის ადამიანების, არამედ იგი გაცილებით სხვა რამეა. ხშირად მიფიქრია მე როგორც ქრისტიანს, თუ რა არის სამშობლო, ეს გზნობა, რასაც ნოსტალგია ქვია, თითოეულ ჩვენთანაც ალბათ გამოუცდია. მე არ ვიცი სხვა ერის წარმომადგენელი როგორ არის, მაგრამ ქართველები ამას ძალიან ძლიერად განვიცდით და მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ეს განცდა არსებობს. მადლობა ღმერთს, თუ ჩვენთვის ამ გზნობას ტკივილი მოუყენებია. მადლობა ღმერთს, თუ რაღაც ცხოვრებისეულ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღებაში დაგხმარებია და ჩვენ სამშობლოში დარჩენილ ვართ, ან სამშობლოში დაუბრუნებულ ვართ. ჩვენი თითქოს და პირადი ცხოვრების საზიანოთაც კი ამ ქვეყნული თვალსაზრისით. ხო და როდესაც აი სამშობლოზე ვსაუბრობთ და იგი ჩვენთვის ვერ არის რაღაცა უსახო ადამიანთა ერთობა, არამედ გაცილებით სხვა რამეა, ეს სხვა რამე, როგორც მე კითხვა დაუსვი უსახო და საკუთარ თავს რა არის,
ჩემთვის ერთადერთი პასუხი ესეთია, რომ ერთ-ერთი პასუხი ესეთია, რომ იგი არის ხატი სასუფევლისა. ხოლო სასუფეველი ყოველი ქრისტიანისათვის ასევე არ არის რაღაც აბსტრაქტული ადგილი, სადაც მე შეიძლება ნეტარებაში ვიგრძნო თავი და ფუფუნებაში, არამედ ეს ცოცხალ ღმერთთან პიროვნული ერთობა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ასე ითქვას, რომ ჩემთვის სამშობლოსადმი სიყვარულით თავად ცოცხალი ღმერთისადმი სიყვარული ისწავლება და ასევე აქედან გამომდინარე ვასკვნი, რომ ის პრობლემა, რაც ჩვენ დავინახეთ აი ამ ფილმის ყურებისას, როგორ შეიძლება განიკურნოს, ჩვენ ვერ დაუშვებთ შინაგანად იმას, შინაგანად არ გვინდა ეს მოხდეს, რომ ეს პრობლემა იყოს განუკურნებელი, ჩვენ არ გვსურს შინაგანად ვერ უშვებთ იმას, რომ ის ბავშვები, რომელიც ჩვენ ნახეთ, რომლებიც იზრდებიან ისე, რომ ქართული წესიერად არიციან, სამშობლოსათვის დაკარგულნი აღმოჩნდნენ და ამიტომ ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, ხოლო გამოსავალი ჩვენ ასე ვფიქრობთ ამ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ, რომ გამოსავალი ერთადერთია ის ვისი ხატიც არის სამშობლო, ის ვის სიყვარულსაც გვასწავლის ჩვენ სამშობლო და ქართულ სინამდვილეში ეს განსაკუთრებულად არის, იმიტომ რომ ქართული ისტორია ისეთია, ჩვენ რო გადავხედავთ და მადლობა ღმერთს ამისათვის, რომ მამულიშვილი და წმინდანი სინონიმებია. ჩვენ ისტორიას თუ გადავხედავთ, ესეა, ესე იგი ის ვის სიყვარულსაც ესეა ჩაადო ჩემში უფალმა ღმერთმა, ის ვის სიყვარულსაც მასწავლის მე სამშობლო. ჩემი ადამიანად მოსული განკაცებული ღმერთის უფლის იესო ქრისტეს სიყვარულს ის სიყვარული ვისწავლო, მისკენ ვისწრაფო, მასთან ურთიერთობა ვეძებო. ყველა პირობა ამისთვის საქართველოში. ჩვენ ის ერი ვართ, სადაც ერი და ბერი განუყოფელია და ყოველთვის ძნელბედობის ჟამს ისტორიაში ყოველთვის ეს ვლინდებოდა, დღესაც ეს ვლინდება და დღესაც აქ ფილმშიც კარგად ჩანდა თუ რა დიდი როლი აქვს დედა ეკლესიას ქართულ ემიგრაციაში. ასე რომ მე ბევრს ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ამ ფილმმა იმდენი რამე გვითხრა, უბრალოდ მე არ ვთვლი საჭიროდ ამაზე მეტი რაიმე ვთქვა, უბრალოდ კიდევ ერთხელ ჩემ თავს ვეუბნები და ხმამაღლა ვამბობ უბრალოდ, რომ ჩვენი ხსნა კიდევ ერთხელ თითოეულ ჩვენთაგანშია, რომ ჩვენ მთელი ჩვენი არსებით ვეძებოთ ადამიანად მოსულ ღმერთთან, იესო ქრისტესთან ერთობა, მასთან ურთიერთობა, მთელი ჩვენი არსებით უერთგულოდ. და აქედან გამომდინარე მე რომ ჩვენ სულში ისეთი ნათელი იქნება და ეს ნათელი ისეთი მიმზიდველი იქნება ყოველი ქართველისათვის და ყოველი ადამიანისათვის, რომ ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში, იმიტომ რომ ისინი დაინახავენ იმ ნათელს, რომელსაც ქრისტეს ნათელი ქვია თითოეული ქართველის სულში. ძალიან ბევრი დედაენის და სხვადასხვა ისტორიის, კულტურის წიგნები გავაგზავნეთ. ძალიან ბევრი, იმდენად მეტი, რომ რამდენადაც იგრძნეს დაუშვათ ზოგიერთ ადგილზე, ახალი დიასპორული ორგანიზაციებიც კი შეიქმნა. აი მაგალითად ათენში საბავშვო ბაღი გააკეთეს, ბევრი იყო, მაგრამ ესენით იყო გამორჩეული, რომ სახელი დაარქვეს ყვავილების ქვეყანა და ძალიან მომეწონა, ძალიან ლამაზი ის იყო საბავშვო ბაღს რა. ასევე ბორდოში შეიქმნა, იყო კიდევ სხვადასხვა რამოდენიმე ესე ერთი 10-მდე კიდევ ახალი წამოვიდა კორკში, არსებობდა მთელი კორკი ირლანდიაში. მთელი 2 წლის განმავლობაში არსებობდა, მაგრამ რომ დაინახეს, რომ დაუშვათ ჩვენ გადავაგზავნეთ წიგნები, გადავაგზავნეთ სხვადასხვა იგივე ცეკვის და სხვადასხვა საკრავი ინსტრუმენტები და ასე შემდეგ, დაინახეს ინტერესი, გაუშვათ ამათაც და გამოჩნდნენ. ახლა ვნახე მათი მთელი 1 საათიანი კინოფანტაზია. ბავშვები თუ 1 წლის უკან ქართულად ვერ ლაპარაკობდნენ, წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელმა იმდენი გააკეთა, რომ აქცენტითაც კი აღარ ლაპარაკობდნენ, როცა უსმენდი მათ გამოსვლას და მათ კონცერტს. რაც შეეხება ჩვენიდან, მე წეგან დავიწყე უბრალოდ ვეღარ დავასრულე. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ სპეციალური პროგრამა ჩვენი ემიგრანტებისთვის, სადაც იქნება ონლაინ გაკვეთილები. ეს იმ ხალხისთვის, ვინც ვერ ახერხებს საკვირაო სკოლებში მისვლას და იქ სწავლას და იქ მეცადინეობას. ხედველობაში მაქვს ის, რომ პირდაპირ იქნება ინტერაქტივში მასწავლებელს ეყოლება 20 ან რამოდენიმე მოსწავლე და პირდაპირ იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმში. ისინი ერთმანეთსაც გაიცნობენ, ასევე მასწავლებელსაც დაუსვავენ შეკითხვას და ასე შემდეგ. ბევრი რამ გვაქვს ასე ვთქვათ, ჩაფიქრებული, იმედია, რომ ყველაფერი კარგად გამოვა, იმიტომ რომ სერიოზულად მუშაობთ ამაზე, მე აღარ მინდა ზედმეტად გადაღალოთ, ასე ვთქვათ, ჩემი ზედმეტი გამოსვლით, მაგრამ ერთი რამ მინდა კიდევ უთხრა ორგანიზატორებს, გადამღებ ჯგუფს, მართლაც რას გვეჩვენენ. ძალიან კარგი ფილმია, შესანიშნავია და ძალიან დიდი გულის ტკივილია. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება რა. ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული.
რითმ გეშევსებდა მოსულს. Замушева სკოლა ინგლისურ ენაზე. ჩვენი კინო ეხლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ დიდი ხანია ჩვენ ვერ ვიღებთ ფილმებს და დოკუმენტური ფილმების ასე თქვათ წარმოდგენა ძალიან მცირეა და ხან არ არის სრული ხარისხოვანი. და აი ამ 4 ადამიანმა რომელიც ჩაუდგა ამ ფილმის წარმოების სათავეში მე დიდი სიმპათიით მინდა დავასახელო მათი გვარები ეს არის ზვიად სეღნიაშვილი, ლევან ქართველი, ყალიჩავა დათო და რასაკვირველია ლექსო გელაშვილი. მე გამოვცა მისმა ოსტატობამ ცით ჩანაფიქრი ერთია, მაგრამ განხორციელება თავისი ჟანრით ეს ფილმი არის კინორეპორტაჟი და ძნელია. ეს არის მოვლენითი ფილმი და მოვლენითი ფილმის გადაღება უნდა ძალიან დიდი ოსტატობა და ის ბუნებრივობა რაც აი ამ ფილმში მან წარმოადგინა. მე მხოლოდ მეგობრული მცირე ასე თქვათ მრჩევა გაუწიე მათ, იმიტომ რომ ყველაფერი ღმერთმა პირდაპირ აი ამ ქართველებს, ამ ქართულ მშვენიერ ახალგაზრდებს ღმერთმა მისცა ეს ნიჭი და ხედვა. თავარია რომ ყველაფერი მიწის სიყვარულით იწყება და მიწის სიყვარულით ასე იგი წარმოდგენილია ფილმში და მიუხედავად ამისა ყველაზე დიდი რასაკვირველია დაფასება ეს არის რომ მაყურებელი ამ ფილმს უცრემლოდ ვერ უყურებს და გარდა ამისა ცრემლის გარეშე თუ ჭკვიანია მაყურებელი ის გულში ბევრ რაღაცას გაიგებს იმისათვის რომ ჩვენ გავერთიანდეთ ერთიანი ვიყოთ და ჩვენი სახელმწიფოს მიწა სწორედ მიწა იმიტომ რომ ქართველისთვის მიწას მოწყვეტილი ქართველი უკვე ქართველი არ არის. სხვადასხვა თავის დროზე დიდი შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც ჩამოასახლეს ქართველების სოფლიდან. ერთი პერიოდი იყო, როდესაც ქართველი ჩამოვიდა, მთიდან ჩამოვიდა ქართველი. ეს უდიდესი შეცდომა იყო და დღესაც ჩვენ მას მოვიმკით. ქართველს უყვარს მიწა, სხვადასხვა რუსეთში ასე არ არის. ლევ ტოლსტოი წერს, ჩვენი რა კარგია ჩვენი გლეხები, როგორც ვოლგა ისე გაიშლებიან ქვეყანას თავის მიწიდან ვერ მოწყვიტავ და ასე თქვა წინადადები და თხოვნით ქართველი მიწას ვერც გვერდზე გადაწევს, იმიტომ რომ გეტყვის რომ აქ ჩემი мама, პაპა, ჩემი წინაპარი ცხოვრობდა, ქართველისთვის მიწა არის სამშობლო და ფილმს შემთხვევით არ ქვია ჯული მიწისა. მე მგონი ჩვენ მიწას ძალიან ფაქიზად უნდა გავუფრთხილდეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გული, ეს არის ჩვენი ერი და ეს არის ჩვენი ერთობა. მეც აღარ შეგაწყენთ, იმიტომ რომ პროფესიონალი ვარ და ჩემთვის ეს იყო დიდი საჩუქარი, რომ აი ამ ფილმით შეიძლება დაიწყოს აღმავლობა ქართული კინემატოგრაფის და სწორედ ჟული მიწისა თავისას დასაწყის სიტყვას თქვა და კიდევ უფრო შორს წავა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდებით როგორც არა მარტო როგორც გაერთიანება, არამედ როგორც დიდი კინოსტუდია, რომელიც დღეს თბილისში აღარ არსებობს და აი ამ კინოსტუდიის საშუალებით ამ ახალგაზრდებს და ჩვენ სტუდიას აქვს ესეთი პოტენცია, რომ ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო ძლიერად ჩვენ ხალხს მხარში ამოვუდგეთ. ეს ბავშვები აქედან ჩემი ბავშვებიდან რამოდენიმე ბავშვი გამოვიდა. მე დავიწყეთ რამოდენიმე. მე ვცხოვრობ თითქმის 20 წელი გერმანიაში. აგერ არის ჩემი ქალიშვილი. არ აქვს ქართული სახელი, ქართულად სულად ლაპარაკობს, არის ნახევრად გერმანელი, ნახევრად ქართველი და სწავლობს ინგლისში სკოლაში. და მოგიყვებით ერთ პატარა ძალიან საინტერესო ისტორიას, რომელიც გასულ შაბათ-კვირას მოხდა. ჩემი შვილი ინგლისის სკოლაში მიდის, ადამიანები მიდიან, რომ გადაწყვიტონ მიიყვანონ თუ არა თავიანთი შვილები იმ სკოლაში. და სთხოვეს ანაბელას დაეთვალიერებინა ამ ოჯახისთვის ეს სკოლა. ანაბელა დიდი კამპუსია. სახლიდან სახლამდე ატარებს დედას და შვილს და ცდილობს, რომ ეს ინგლისური სკოლა კარგად დაუხსნას. ამ ქალმა უთხრა, რომ ლაპარაკობს გერმანულად. ანაბელას გაუკვირდა, იმიტომ რომ ნახევრად გერმანელია და რას ლაპარაკობ? მეო ბერლინიდან მოვდივარო. უიო, შენო ისე კარგად ლაპარაკობ ინგლისურს, რომ არ გემჩნევა ნახევრად გერმანელი და ნახევრად ინგლისელი ხარო. ანაბელა მუთხრა, არაო, მე არა ვარ ნახევრად ინგლისელი, მე ნახევრად ქართველი ვარო. და ეხლა ძალიან საინტერესო, ეს ქალბატონი გაჩერდა, შემოტრიალდა და ანაბელას ეუბნება გამარჯობათ, ქართულად. წარმოგიდგენიათ?
და აღმოჩნდა მერე რომ ეს ქალბატონი არის დიდი ხნის წინ წასული მოსკოვიდან, ყავდა ქართველი ბებია და ქართულს არ ივიწყებდა და სრულიად უცხო მიწაზე. ორმა ადამიანმა, რომელსაც არც ქართული სახელი ჰქონდა, არც ქართული გვარი, იდგნენ იქ იმ სკოლაში და საუბრობდნენ ერთმანეთთან საქართველოზე. აი ეს არის ქართული გენი, აი ეს არის ქართული მონატრება. ჩვენ ქართველებს არ ვიცი, ალბათ ეს პატარა ერის ჩვევა, ეს რაც ძალიან გვტკივა და ძალიან გვენატრება, ალბათ არის ინსტინქტი. ის რაც კარგად სიტუირებულ ქართველებსაც კი ყოველთვის იმას უბიძგებს, რომ ისე საქართველოში დაბრუნდეს, ის რაც ძალიან გვენატრება. აი დღეს გზაზე მოვდიოდი და მე ბატონ მუხრანს ვუთხარი, რომ საქართველოში მზეს სხვა ფერი აქვს. საქართველოში პამიდორის სუნი, არ ვიცი თქვენ გესმით თუ არ გესმით, პამიდორსაც სხვა სუნი აქვს. აი ესეთი ყოფითი რაღაცეები, აი ეს გვენატრება ჩვენ ქართველებს და სანამ ეს ასე იქნება და ამერწმუნეთ, ჩვენი ერი კარგ გზაზე დგას. და მე ვთვლი, მე როგორც ემიგრანტი 20 წელია იქ ვცხოვრობ, რომ ჩვენ ემიგრანტებს დიდი პასუხისმგებლობაც გვაბარია. ჩვენ იქ იმ ქვეყანაში, იმ ქვეყნებში და ეს ქვეყანა ეს ძალიან პატარა ეს მსოფლიო, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პატარა საქართველოს, როგორ გითხრათ, ელჩები, სახე ვართ ჩვენი იქ, ჩვენი ქცევით, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი ყოფით ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია და აი ეს არის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ და დიდი მადლობა აი ამ ფილმის ორგანიზატორებს, ყველას, ვინც ეს ფილმი გადაიღო, არაჩვეულებრივი, აი პირდაპირ წერტილში ხვდება. ეს არის, რაც ჩვენ იქ გვტკივა, რაც ჩვენ იქ გვაწუხებს და თქვენ აუცილებელია, რომ ეს ქართულ პუბლიკას, ქართულ საზოგადოებას დავანახოთ. ეს ფილმი არის თქვენთვის გაკეთებული. Mein Name ist Annabella Köhler. Ich wohne in Berlin, das ist in Deutschland. ჩემი სახელი ანაბელა ქელერი, მე მოვდივარ ბერლინიდან, გერმანიიდან. Auf jeden Fall, ich wollte sagen, es war ein wunderbarer Film. აუცილებლად მინდა თქვა, რომ ეს იყო არაჩვეულებრივი ფილმი. Es ist schade, weil nachdem ich den gesehen habe, merkt man erst, wie viel man verliert. ეს ამ ფილმის შემდეგ მე მივხვდიო, რომ რამდენს ვკარგავო. Besonders Sprache, natürlich. რომ მე ქართველი ვარ და ქართულად არ შემიძლია ეხლა ამის გამოხატვა. Aber ich denke, eine Sache bleibt und das ist Stolz und ich denke, das ist etwas sehr Georgisches, was ich immer beibehalten habe. ამ ფილმის მერე მე მივხვდიო, რაც მაქვს მე ძალიან ქართულიო, ეს არის სიამაყეო. Denn überall, wo ich hingehe und alle, die mich kennen, wissen, wo Georgien ist, was Georgien ist. Ich bin großer Rugby-Fan, liebe georgisches Rugby. სადაც არ უნდა წავიდე, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოსო, ყველას ვეუბნები და ყველა მიცის ჩემი წყალობით, სად არის საქართველო, როგორი არის საქართველო. მე ძალიან დიდი რაგბის ფენი ვარო და ძალიან გამიხარდა, ეხლა ჩვენმა რაგბისტებმა ქართველებმა რომ გავიმარჯვეთ. Und solche Kleinigkeiten. Und ich denke, das ist etwas, was nie verloren geht. Und das ist auch etwas, was in den Genen bleibt. Und ეს არის ის პატარა ჟესტები, რომელიც ყოველთვის ბლაიბთო, რომელიც ყოველთვის დარჩებაო, რომელიც ჩვენ გენებში გვაქვთო და რომელთაც გამოიხატება ჩემი ქართველობა. Und ich denke, das ist, was der Film sehr gut gezeigt hat. Und dafür würde ich mich gerne bedanken. და ეს ყველაფერი ამ ფილმმა ძალიან კარგად აჩვენა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ხოლო ცერემონი მიშურებს პარის. სინანულის ცერემონი. ეს ყველაზე ღრმა და დამაჯერებელი არგუმენტი უცხოელი სიყვარულის. საქართველოში იყო ისეთი პერიოდები, როდესაც წასული საქართველოდან წასულ ქართველებს შემოუტანია ძალიან დიდი კულტურული მუხტი ისევ საქართველოში. ეს კულტურული მუხტი იყო ყველა სფეროში, განათლების, ხელოვნების, საეკლესიო სფეროშიც. და აი იმედი გვაქვს, რომ ის ადამიანები, როგორც აი ქალბატონი ხატუნა ბრძანა, რომ ღირსეული საქართველოს დავახვედროთო, ღირსეული საქართველოს დახვედრება ძალიან გვინდა ყველას. როგორ გამოგვივა, ეს კიდე საკითხავია, მაგრამ აი იმ ადამიანების ვიტყოდი უფრო მეტი იმედი გვაქვს, რომლებიც ჩამოვლენ და ზუსტად აი ამ მუხტს, რომელიც უცხოობაში უფრო მეტად შეინარჩუნეს თავიანთი ეროვნული იდენტიფიკაციის მუხლი და თავიანთი აი ტრადიციებში იდენტიფიკაციისა, ისინი პირიქით აქ ჩამოიტანა, შეიძლება ჩვენ გადმოგცენ და ჩვენ ვიყოთ აქ მოსწავლეების
პოზიციაში ვაყვეთ. თავი და თავი მეგობრებისაგი ის არის რომ განმოთითეოდით და თვითოეულის სურგმა ვეღარსი და ის დიდი აზრი მამულისა ეს კინო ფილმი გარკვეული ხიდი არის საქართველოში დარჩენილ ქართველებს და აქედან წასულ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს შორის. აი ეს დავინახე მე ფილმის ნახვის შემდეგ და დავძენ კიდევ ერთს ყველა ქართველთა გასაგონად რომ მე-17 საუკუნის მამა ნილოს მირომდინარე რომლის წინასწარმეტყველება იცის ყველა აბსოლუტურად არ მეიცურეს ყველა ქართველმა მან დაუბარა მამებს ათონის თაზე რომ დადგება დრო და ივერიის ღვთისმშობლის ხატი თავის ფეხით წაბრძანდება გაიმგზავრება თავის სამშობლოში ივერიაში საქართველოს გადასარჩენად საუბარია მეორედ მოსვლის წინ და ეს ყველა ვიცით ყველა ქართველმა რომ პატრიარქის უწმინდესის კუთხებით შენდება თბილისში მახათას მთაზე მონასტერი ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეს მონასტერი იქნება სადაც უნდა დაივანოს წმინდა მთიდან წამობრძანებულმა ივერიის ღვთისმშობლის ხატმა და ყველა ქართველს საქართველოსთან წასულს ემიგრანტს მოუწოდებ რომ დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს რომ ქართველმა ერმა ღირსეული მასპინძლობა გაუწიოთ ივერიის ღვთისმშობლის ხატს. და თქვა, მე არ ვიქნები ქვახვაზეც მოიქნებაო. ეს ამის ქვეყანა მოანახულე ცხოვრობს. ეს ამის ქვეყანა აქ არ დაბადებული. ქართველი, რომელიც საქართველოშია დაბადებული, მოწყდა თავის ფესვებს აქ ცხოვრობს და უკან დაბრუნება და თქვენ რა ფიქრობთ, რომ ამერიკაში დაბადებული საქართველოში დაბადებული დაბრუნება მომიდება? ის ისეთი სავსეო ემოციებით მართლა მიჭის. ამის თქმა, მაგრამ ვიტყვი რომ დიდება და მადლობა უფალს იმისთვის რომ აი თქვენი სახის სტუდია გუთანის ესეთი გვერდში დგომიდეს გამოჩენით მე იმ ხალხის დანახვამ და მოსმენამ და ყურებამ რაღაცა ისეთი დაბადა ჩემში რომ მე ჩემთავს ვეკითხებოდი მე მიყვარს საქართველო აი ისეთი რაღაცა ვიგრძენი რომ რაც უფრო ადამიანი ესია რაც ცოტა შენა და საყვარელ ადამიანს შენ საყვარელ მიწაწყარს რამე ისეთ თუნდაც ნივს რომელსაც ხშირად ვეღარ ხედა რაღაც გეწყება მონატრებო და მე განა იმათი მონატრებით უბრალოდ ამით შეიძლება თქვა რომ ჩემი ის რაღაცა უღირსი მოქალაქეობა ვიგრძენი რომ მე როგორ დავდივარ კადნიერად აი ამ მიწაწყალზე თუ როგორ ძირფასია თუ როგორი საყვარელია თუ როგორი სათუთია და სათნოა და დიდება უფალს აი ამითვი და ღმერთი შეგეწიო დაგლოცო დედაღვთისმშობელმა დაგლოცო დედაღვთისმშობელმა ჩვენი ყოფი ქართველი დედები მამები ძმები შვილები და მრავალი წლები ესე იგი გეშრომო და გემუშაოთ აი ეს კეთილი საქმისთვის და ღმერთმა გაგახაროთ მადლობას უყოლას იქ ყოფ ჩვენ ქართველები და ერთი სხეული ვართ და ასონი ვართ ქრისტესნი და ჩვენ მადგულებში ვართ ისე როგორც ისინია ჩვენს გულებში და ღმერთმა ყველა ჩამოიყვანოს ჯანმრთელი და ბედნიერი შოუბრები უნდა იზრუნოთ თავის შვილებს პირველ რიგში. ჩვენთან ეკლესიაში და სკოლაში ბავშვი მოდის თვეში 4 ჯერ და აქედან გამოდის თვეში მაქსიმუმი 6 ელება ჩვენის. თავისი ჯარით უკან გამო საქართველოს ჯობია თუ ამერიკა? ვერიტვი? რას ყველამ დიდი როლი უნდა ვითამაშოთ რომ ეს ბავშვები არ იყოს დაკარგული თაობა. ვაი იმ ხალხსა საცა ყველაში თითო არ არის და თითოში ყველა. საცა თითოეული ყველასათვის არ ფიქრობს და ყველა თითოეულისათვის. შენ შენთვისო მე ჩემთვისო. ეს ჩემით მოდის ისტორიულად. რომ ივერია საოცრად გაძლიერდება, საოცრად გავწყინება. მას გაუმხნევდეთ ქართველებო. ერთი მიწაწყვის შვილებო. დაუბრუნდეთ ჩვენს მიტოვებულ სოფლებსა და ოღროჩოღროებს. ქრისტეს სახელით შევიკრათ და მოვემზადოთ მეორე დიდგორისათვის. ასაკის გამო გავხდი სენტიმენტალური თუ რა არის ცრემლებს ვერ ვიკავებდი. წინვალე ნამუშევარია დოკუმენტალისტებისა და ჩემი აზრით, როცა დღეს ვლაპარაკობთ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომ ჩვენი ქვეყანა ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ მიმზიდველი გახდეს ოსებისთვის,
ჩვენი ქვეყანა უნდა გავაძლიეროთ ისე, რომ მიმზიდველი გახდეს ჩვენი ქართველი ხალხისთვის, რომ იქით აღარ გაიხედონ საზღვარგარეთისკენ. დიდი მადლობა. ეს ხალხი, ვინც აქ ნამუშევარი არის, დისციპლინირებულიც გახდა, ძალიან ბევრმა კარგი ხელობა ისწავლა. უფრო მეტად დავაფასებ ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ხალხს, ჩვენ მიწას, უფრო მეტი პასუხისგებლობით მოვეკიდებით თითოეულ ნაბიჯს და თითოეულ გადაწყვეტილებას. პირჯვარი არა მაქვს, მე აქ ამერიკაზე დაწერილი. და მე გმირს ოძახი იმას, ვინც საქართველოში ბრუნდება. ჩემი წერი დაბერდეს აქ და მოხდეს. საქართველოს გამარჯვება! მე დაბრუნები საქართველოში! აკეთ, ასე წარდი. Welcome, honey, welcome. უკვე ის დილემის გადაწყვეტა, რომ შენ აზროვნებ და ფიქრობ, რა თქმა უნდა, მატერიალურად მიწიერად, ასე ვთქვათ, და ამას ვერ წყვიტავ და ვერც ვერაზუსტ გადაწყვიტავ. მაგრამ როცა უკვე ის ნათელი შემოვა შენში ღვთისწყალობით, რომ არ უნდა გქონდეს შენი მიშიში, რომ საქართველოში ხო ცხოვრობენ, ხომ არ იხოცებიან და არსებობენ. ამიტომ სულიერად როცა უკვე შეიგრძნობ ამას და ახსავს ახლა რა მიცი ამ წმენით გაქის სასუება რომ შეღმერთი არ მეგატოვებს არსად ბრუნდები მე უკვე საქართველოში მე არ მიამაყება არც ერთი წელი რაც ვიყავი იქ მაგრამ მინდა მე მადლიერი ვარ იმ ქვეყნის მაინც რომ მიმიღო მომცა საშუალება დახმარებოდი საკუთარ თავს და ბევრ კიდევ სხვას მადლიერი ვარ კიდევ ძალიან ბევრი იქაური შეძენილი მეგობრებისთვის იმიტომ იქ ოჯახია ის ეკლესია მრევლი იქ არის ერთი ოჯახი ძალიან ბევრი რამ გააერთიანა და ბევრი ვინმე გააერთიანა ეკლესიამ ამერიკაში და ერთხელ ჩვენთან მეუფე მესაია იყო სტუმრად არაერთხელ სამჯერ იყო და პირველ ჩამოსვლაზე ესეთი კითხვა დაუსვეს მას ეკლესიაში რომ მეუფე ძალიან გტანჯავს ეს ნოსტალგია საქართველოს ნოსტალგია და რა ვქნათ რითი უშუალოდ ვიტანჯებით სუდათ ვარ გვასწავლეთ რითი უშველოდ და მე უფემ ზუსტად ესეთი ძალიან მოკლე ლაკონიური პასუხი გასცა რომ მე ამის წამალი რომ ვიცოდე მაინც არ გასწავლითო რადგან ეს ის ერთადერთი რამ არის რამაც შეიძლება თქვენ საქართველოში დაგაბრუნებთო ასე რომ მადლობა ღმერთს და მე წამსდავ სასუებ და ვიცი ნამდვილად რომ ის ქართველები ძალიან მალე დაბრუნდებიან საქართველოში იმიტომ რომ სრულყოფილი ბედნიერი ვერასდროს ვერ იქნები და მადლობა კიდევ არაერთ ნამდვილ მართლმადიდებლებს, ამერიკელ მართლმადიდებლებს, ვინც მეუფალმა იქ შემახვედრა და ვისგანაც ძალიან ბევრი ვისწავლე კიდევ. და ასე რომ, რა ვიცი, მე ყველაფრისთვის მადლიერი ვარ, მაგრამ ნანობ, რადგან ეს წლები ვერ გავატარე და ჩემი გასაკეთებელი ვერ გავაკეთე ამ ქვეყანაში, ყველას უსურვებ მათ, რომ მალე დაბრუნდნენ და სულიერით გადაწყვეტილება მიიღონ და არა მატერიალური შეეწიოს მათ ყველა თუფარი. 1994 წელს ყოველთა ქართველთა პირველი მსოფლიო კონგრესი ჩატარდა და ფრანგი რო დაიჩოქებს ნიკოლაძის შვილიშვილია ეს კაცი და როტირის ეს ზუსტად და ესე იგი ჩამოსული იყო 34 ქვეყნიდან 350 ქართველი და მინდა იცოდეთ ყველა მეუფე პირადად პატრიარქის კურთხევით ვაკეთებთ მეორე ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესს პრეზიდენტი არის ბატონი რეზო ჩხეიძე თქვენი მონამორჩილი მეგახლავთ ამ კონგრესის აღმასრულებელი დირექტორი და ჩვენი აი მუხრან გულაღაშვილის აქ დიასპორების მინისტრის მოადგილე დიასპორების მინისტრი ყველა სამინისტროები ჩართულია ჩვენი ხათუნა ჩარკვიანი ამ სამინისტრო საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ძალიან ესე მხურვალედ გვიჭერს ხვალს და ჯერ ჩვენი გუნდის წევრი იყო და მერე დაინიშნა ამ თანამდებობაზე და ღვთისწყალობით და უფლისნებით ყოველთა ქართველთა მეორე მსოფლიო კონგრესი
სტუდია გუთანთან ერთად, იმიტომ რომ სტუდია გუთანი არის ამ კონგრესში ჩართული ძირფესვიანად, გააკეთებინ იმას, რომ თითოეული ის ტკივილი, რაც აქ იყო გადმოცემული ამ ფილმში, დამიჯერეთ, თითოეული ის ტკივილი, ძალიან დიდი პროგრამაა, თავიდან ბოლომდე შემუშავებულია სიღრმეები და ის ქართველები, რო ჩამოვლენ, ყველანი ერთად ვიზრუნებთ, როგორ დავაბრუნოთ ისინი საქართველოში. ერთი იგნებებს ამას, რომ დაბრუნდება ქართული ემიგრაცია დაბრუნდება თავის სამშობლოში და თავის სამშობლოს გაუკეთებს ძალიან დიდ საქმეს. ერთმა დალოცოს ყველა უცხოეთში მყოფი ქართველი ნამდვილად უნდა დავაფასოთ, მათი შრომა უნდა დავაფასოთ იმ დედების, დების, მეუღლეების, რომლებიც წავიდნენ და აქ ინახავენ თავიანთ შვილებს, თავიანთ მშობლებს ინახავენ. თავიანთ მეუღლეებს ინახავენ და როდესაც ზოგჯერ აუგი წამოწდება ვიღაცას, ჯერ უნდა დაფიქრდეს თვითონ რა გააკეთა იმისათვის, რომ არ წასულიყო ვიღაცა, რომ არ წასულიყო იმისათვის რა გააკეთა მისი ახლობელი, მისი ნათესავი თუ ოჯახის წევრი. აი რა გავაკეთეთ ჩვენ. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებთ ფილმის შემქმნელებს და მინდა ყველას წინასწარ გისურვოთ ბედნიერი აღდგომის შეხვედრა. მე მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოუხარო გორის რაიონის ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ ასეთ მაღალ დონეზე გააკეთა ორგანიზება ამ საქმის და ნამდვილად დიდი სიხარული აჩუქა გორელებს. მე მინდა მადლობა მოუხადო აუცილებლად რესურს ცენტრის მოვალეობის შემსრულებლობას ქალბატონ თამარს და გამორჩეულად მინდა იმ დირექტორებს, რომლებიც ჩვენ პრეზენტაციას არასოდეს არ აცდნენ ხოლმე ქალბატონ ნონა ოქროპირიძის მეთაურობით და ხელმძღვანელობით. მე მინდა ჩემ მეგობრებს თეონა ანანიაშვილს, თეა ბერიძეს, თეა ცეცხლაძეს და თამუნა ოქროზეშვილს კიდევ ერთხელ მოვეფერო და მოვესიყვარულო.